საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი პრობლემა დღეს რა არის, ხო, ქართული ოცნების და ამმართველობის. არის ის, რომ 30 წელი ჩვენ ისთვისაც ვიბრძოდით. ამდენი ომი ისთვისაც გამოვიარეთ, ხო, არ ვიცი, გადატრიალება, აფხაზეთში ომი, სამაჩაბლოში ომი, მეორე 2008 წლის ომი, უბედურება, ყველაფერი 30 წელი ვიბრძოდით ორი რამისთვის, ხო, რომ აგვეშენებინა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო და ყოფილიყავით დასავლეთის ნაწილი. ეს ხელისუფლება უკვე ბოლო 2 წელია აი ამ კანონების მიხედვით დაწყებული რუსული კანონიდან და ასე გაგრძელება. გვეუბნება რომ არანაირი დემოკრატია ამ ქვეყანაში აღარ იქნება. არც დასავლეთი აღარ იქნება. ანუ ეს 30 წლიანი თქვენმა ბრძოლამ ფაქტობრივად ჩაილურის წყალი დალია. ტყუილად იბრძოლას, ისისყრით ტყუილად დაღვარეთ. ყველაფერი ტყუილად იყო. ამ რევოლუცია, ვარდების რევოლუცია ტყუილად იყო. 2012 წლის ფაქტობრივად კი არჩევნები იყო, მაგრამ ისიც რევოლუცია იყო, ხო? იმდენი ხალხი მივიდა არჩევნებზე. ეს ტყუილად იყო, რომ გეგონათ, რომ სააკაშვილის დიქტატურას და ავტორიტარიზმს ამარცხებდით. ეს ტყუილად იყო, იმიტომ რომ ახლა მიიღებთ ახალ დიქტატურას და ახლა ავტორიტარიზმს და საბოლოო ჯამში რუსულს კლასიკურად ყველაზე ცუდ ვარიანტს არის. აი ამ რეალობის წინაშე დავდექით, რომ აი ამ კანონებით უბრალოდ ხელისუფლებამ გვითხრა რომ დამთავრდა დემოკრატია და თუ დემოკრატია დამთავრდა ბუნებრივია ევროკავშირის დამთავრდა ხო ამაზე სხვათა შორის რეალურად აღმოჩნდა რომ ხსენებაც რო აღარ არის საერთოდ ევროკავშირი ხო ანუ ამას სხვათა შორის თვითონაც აღარ უარყოფენ ასე ოფიციალურად პირდაპირ ღიად არა მაგრამ ირიბად არ უარყოფენ ამის მაგალითი არის იმის რა ქვია ირაკლი კობახიძის წერილი რომელიც ღია წერილი მიწერა ტრამპს იქ კი დაწერა ჯერო ჩვენო დემოკრატია ვართო და რაღაც რეიტინგებშიო მაგრამო მე მიაყოლა რა რომ კი მაგრამო აი ავტორიტარიზმიო და დიქტატურებს რო ემოგებრობითო ჩვენ რა დავაშავეთ თუ დემოკრატია გაქვს ის მაგალითები რაღაც მოკავს ანუ ოფიციალურად ორმაგი სტანდარტი რატომ გაქვთ ჩვენთანაც იმოგებრო არა სინამდვილეში გამოდის რომ ირიბად აღიარეს რომ აი რომც არ ვიყოთ დემოკრატია და მართლა ავტორიტარები ვიყოთო და მართლა დიქტატორები ვიყოთო სტატუსი არ უნდა გქონდეს და მაშინ არ აღმოჩნდა ხო ეგ მეორე საკითხია ხალ რა ლოგიკას მიყვებიან ხა საუდის არაბეთს როგორ უნდა შეედარო იმას არ უნდა არც ევროკავშირში და არც არც აზერბაიჯანს უნდა ევროკავშირში ხო მაგრამ ეს სხვა საკითხია მაგრამ ამ განცხადებაში ფაქტობრივად ირიბად თვითონ მეთქვეს რომ კი ავტორიტარიზმს ვაშენებთ და ჩვენთან რატო არ გინდათ ურთიერთობა თუ სხვა ავტორიტარებთან ურთიერთობთ და ანუ ამ რეალობის წინაშე დავდექით